ჩვენ გამოვხატავთ ძალიან დიდ გულის ტკივილს. გულის ტკივილს გამოვხატავთ იმ გარდაცვლილი ადამიანების გამო, რომლებიც დაიღუპნენ მან ამ უსამართლო ომში. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი დანაკლისი ჩვენი ერისა. ჩვენ გამოვხატავთ ორმაგ მწუხარებას, რადგან ვიმყოფებით რა ჩვენ სამშობლოს გარეთ, ეს არის ჩვენთვის ორმაგი ტრაგედია. ჩვენ ვართ გამოსულები სამშობლოდან და არაფრით არ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს თანამემამულეებს. აქ გამოსული ხალხის პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ შეწყდეს ყოველგვარი ძალადობა, ყოველგვარი ცეცხლი და ყოველგვარი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ მოუწოდებთ ესპანელ ხალხს, ჩვენ მოუწოდებთ მთელ მსოფლიოს, რომ ამოუდგეს საქართველოს მხარში, რათა იქნეს შეწყვეტილი უდანაშაულო ხალხის სისხლის ზღვა და უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვა და ასეთი უმოწყალო ხოცვა შილეტა. ჩვენ ამავდროულად გამოვხატავთ ძალიან დიდ გულის ტკივილს, რომ ეს ძალიან აგრესიული აქტი განხორციელდა ჩვენი ერთმორწმუნე ქვეყნის მხრიდან. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ჩვენ უსამძიმლეთ ყველა ქართველ ოჯახს, ყველა ქართველ დედას, ყველა ჭირისუფალს, რომელთაც დაკარგეს აი ამ მართლაც ძალიან აგრესიულ ომში თავიანთი შვილები, თავიანთი ახლობლები და თავიანთი ნათესავები. ჩვენ დაგვშენია მხოლოდ და მხოლოდ უფლის იმედი და უფლის შეწევნით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით საქართველო იქნება აცილებული ამ სისხლის ზღვას და საქართველო იქნება გაერთიანებული და საქართველო იქნება გამთლიანებული დედა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ამინ. დიდი მადლობა. მოგესალმებით ქართველებო, ვინც შეკრებილები ხართ დღეს საქართველოს დედაქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე, ჩვენ კიდე აქ გიერთდებით. გვიყვარხართ ყველანი და გვენატრებით და გვერდში უდგევართ მთლიანად მთელ საქართველოს. ბარსელონაში მცხოვრები და არა მარტო ბარსელონაში მცხოვრები ქართველები, ქალაქ ბარსელონაში ცენტრალურ უბანში, ესპანეთის მოედანზე შევიკრიბებით ქართველები, რათა შემოგიერთდეთ თქვენ ყველამ ერთად, რა ძალაც გვაქვს, რაც შეგვიძლია, თუ ლოცვით, თუ ყვირილით, თუ შეძახილებით, თუ იარაღის ხელში დაჭერით, რითაც შეგვეძლება, უნდა ამოუდგეთ დღეს, გავერთიანდეთ და ამოუდგეთ საქართველოს და გადავარჩინოთ საქართველო ისეთი მონსტრისაგან, რომელიც 400 წელია ებრძვის საქართველოს, ეომება, ნაკუწ-ნაკუწად აქცევს, მაგრამ მაინც აღდგებოდა და კვლავ აღდგება საქართველო. დიდი დანაკლისია ქართველებში, მე ვიზიარებ მწუხარებას და ყველა სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს. და ჩვენ აქ ვცხოვრებ ქართველებს ერთიღა დაგვჩებია ყოველ დილით 9 საათზე და ყოველ საღამოთ. ჩვენ პარაკლისს ვიხდით საქართველოს გადასარჩენად, ქართველი ერის გასათავისუფლებლად და ყველანი ესპანურად, რუსულად, ქართულად შეძახილებით ვამბობთ. Libertà, Georgia. 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 საქართველოს გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს, გაუმარ ჯოს. გაუმარ ჯოს. Viva Georgia. Ლაგატები ხალხიზე ყველი კუთვნილი თავისუფლებას ეკუთვნის არა მარტო საქართველოს, სრულიად მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითოეულ წევრს, არათუ ქვეყნებს. Viva Georgia! Viva Georgia! Rusos agresor! Rusos agresor! Rusos agresor! Rusos agresor! Rusos agresor! Putin agresor! Putin agresor! Putin agresor! This planet. რადგან ქართველი კაცის სულიერად გაკეხვა შეუძლებელია. ჩვენს მამულს, ჩვენს მიწა-წყალს ვიცავთ ყოველთვის. ჩვენი საქმე მართალია და ჩვენ ყოველთვის გავიმართებთ. ვამაყობ რომ ქართველები ვართ. გილოცავთ რომ ქართველები ვართ, სადაც არ უნდა ვიყოთ.